ამიტომ ვერ მომერევია. მემირჩევია ერთი ხოხობი ალას ანზენომ შეიფსკინოს. ბატონო ლევან, თქვენ გადააგრმეთ მათამიხანაძეზე კახეთში მიწები. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური დახვედრა. რატომ ფიქრობ, რომ ეს არის შენი ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური დახვედრა? ჟურნალისტური გამოძიება ეხებოდა როგორ გახდა მისი ახლობელი ქალი კახეთში 170 ჰექტრის თანამესაკუთრე მისი ახლობლობა რომ დაგვედასტურებინა ამ ქალთან გვინდოდა გადაგვეღო როგორ გამოდის ბინიდან და როდესაც მივედით კითხობის დასასმელად ძალიან სწრაფად ჩაირბინა მან სადარბაზოს კიბები და 14 სართული ვირბინეთ საკმაოდ სწრაფ ტემპში ლევან მურუსიძესთან ერთად. თუ გახსოვს, რამდენი ხანი დაგჭირდა სანამ შეხვდებოდი მას? დაახლოებით 3 თვეზე მეტხანს ვიღებდით ლევან მურუსიძე როგორ მოდიოდა ამის ამარძე მანქანით, თავიდან სხვა მანქანით მოდიოდა, მე რაღაც პერიოდში აღარ გამოჩენილა ეს მანქანა, თუმცა შემდეგ გავიგეთ, რომ ახალი მანქანა ჰქონდა, სამსახურებრივი მანქანა, რომელიცაც გადაადგილდებოდა და შემდეგ უკვე ამ მანქანის გადაღება დავიწყეთ ამის ამარძე 3 თვეზე მეტხანს ველოდით მომენტს, როდესაც ჩვენ შეგვეძლებოდა მასთან პირისპირ შეხვედრა უშუალოდ იმ ბინასთან, სადაც მისი ახლობელი ქალი ცხოვრობს.